დაგლოცოთ და გაგახაროთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენი ეკლესიის საყვარელო შვილებო, ღმერთმა დაგიფაროთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ. მრავალფერი ცვალებას, როგორც ვიტყვით ხოლმე, ჩვენ სიკეთისკენ ფერნაცვალი დაგვასწროს, ყველა ერთობით და მშვიდობით. სულიერი და ხორციელი სიჯანსაღით. ღმერთმა გაგაძლიეროთ ხალხო. რაც თავარია მიმღები ვიყოთ უფლის მადლისა და დავხვდეთ მშვიდები, დავხვდეთ სუფთები უფალს, იმიტომ რომ როგორც მინა ირეკლავს მზის სხივს მაგალითად და კიდე იქით გადასცემს ზოგჯერ. ათინაც სინათლეს კიდე სხვაგან გადააზიარებს. ამას როდის ახერხებს მინა, როცა იგი სუფთა, იგი რო ტალახიანი იყოს, ამას ვეღარ მოახერხებ. ესევე ვართ ჩვენს ხალხო. თუ ჩვენ სუფთები, გაწმენდილები, დაალაგებულები ვიქნებით, ჩვენ შევძლებთ მიმღები, გამტარი და გადამცემი ვიყოთ ღვთის მადლისა. მით უმეტეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ არ უნდა გვეგონოს ერთი მიზეზი, რითაც შეიძლება ადამიანმა ამ ყველაფერზე თავისი ჭკუით უარი თქვას, ეს არის ის, რომ ადამიანმა ჩათვალოს თითქოს სადმე სხვაგანაც შეიძლება ამისი პოვნა და ამისი შოვნა. არადა ნამდვილად ასეა ხალხო, ამაში ყველა დარწმუნდება. ღმერთმა ქნას რომ ყველა ადრე დარწმუნდეს და არა გვიან, რომ მეტი წყარო სინათლისა, მეტი წყარო სიცოცხლისა გარდა ღმერთისა და მისგან დადგენილი წმინდა საიდუმლოებებისა, წმინდა ეკლესიისა უბრალოდ არ არსებობს. თუ კი სხვაგან რამე არის ღვთის განგებით რაღაცა აი აქედან გადაკიდებული სანთელი, როგორც შეიძლება სანთლიდან სანთელი აანთო და ამ სანთელს არაფერი არ აკლდება. უფალმა რომ ფერი იცვალა, ეს ამბავი ყველა მიცით, როგორც აღესრულა, რომ თავისი მოწაფეები აიყვანა მთაზე, რომელსაც თაბორი ერქვა. ყველა მოწაფე არ წაუყვანია, მხოლოდ პეტრე, იაკობი და იოანე და გარკვეული დროის გასვლის მერე, როცა იგი ლოცულობდა, მათ დაინახეს, გამოიღვიძეს ჩაეძინათ და გამოიღვიძეს და დაინახეს, რომ უფალი იყო გაბწყინებული, მთლიანად განსპეტაკებული, ელავდა პირდაპირ ისეთი ნათლით იყო მოსილი, მისი სამოსით, მისი პირისახეც და დაინახეს, რომ მას ესაუბრებოდა ორი ადამიანი. ეს ორი ადამიანი იყო მოსე და ელია, როგორც წმინდა წერილი გვიცხადებს და როგორ მიხვდნენო მოწაფეები იმას, რომ ესენი იყვნენ მაინდამაინც მოსე და ელია. მათ ხომ ნანახი არ ყავდათ 1000 წლის წინ მიიცვალნენ თითქმის საუკუნეებით ადრე გარდაიცვალა ერთიც და მეორეც ქრისტეს მოსვლამ. არსებობს ესეთი აზრი, რომ ერთის მხრივ ერში, ღვთისრჩეულ ერში, ებრაელებში არსებობდა ზუსტი გადმოცემა, აღწერა, დახატვა აკრძალული იყო ყველაფრისა, მაგრამ ზუსტი აღწერა არსებობდა ამ ხალხისა, თუ როგორები იყვნენ ისინი. და მეორეს მხრივ შეიძლება მოსე და ელია მათ იცნეს გარკვეული ატრიბუტებით. მოსე გრაგნილებით, როგორც დღემდე ხატებზე იხატება ხოლმე იგი, რჯულის ფიცრებით და ელია თავისი ცეცხლოვანი ეტლით. ანუ რაღაცა ისეთი ნიშნებით, რომლებიც მხოლოდ ამ წმინდანებს ახასიათებდა. როგორც რომ შევხედავთ ხოლმე ხატებს, ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ ვცნობთ ხოლმე ვინ რომელი წმინდანია. თავისი რაღაცა აღნაგობის, თავისი რაღაცა იერის მიხედვით, ან რაღაცა ნივთით. ვიღაცა ბორბლით იხატება ხოლმე, ვიღაცა ჩაქუჩით იხატება ხოლმე, ვიღაცა სხვა ნივთით იხატება ხოლმე, რომელიც განკუთვნებულია ხოლმე ამა თუ იმ წმინდანისათვის, ან წმინდანთა გარკვეული ჯგუფისათვის, როგორც მაგალითად უერცხლომკურნალები წამლების ყუთით იხატებიან ხოლმე და კოვზით და ასე შემდეგ. და იცნეს მოწაფეებმა და დაფიქრდნენ რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. ჩვენ ფერიცვალებას ახლა აღნიშნავთ და დროით დაშორებულია ფერიცვალება აღდგომისაგან თან საკმაოდ. მაგრამ ფერიცვალება აღესრულა აღდგომის წინა დღეებში, ანუ ნების კვირის წინა დღეებში, აი ზობის მიდამოებში. და უფალმა თავისი დიდება გამოუცხადა მოწაფეებს იმისათვის, რომ მათ სიმშვიდე შემატებოდათ და რწმენაში გამტკიცებული. მათ უკვე იციან, უფალმა არაერთხელ უთხრა მათ, რომ თქვენ იხილავთ, რომ ძეკაცისა მიეცემთ. ძეკაცისას შეიპყრობენ, ტანჯავენ, საკუთარი ერისაგან იქნება გაყიდული, მოძულებული, გამეტებული და ასე შემდეგ. და მათ იციან, რომ მათი მოძღვარი
დღე-დღეზე როგორც წინასწარმეტყველებს დაიკარგება მათთვის. ასე თვლიან ისინი. ისინი თვლიან, რომ ვერავინ მას ვერ უშველის, რადგანაც კარგად იციან თავისი ერი, თავისი ხალხი და იციან, რომ ერი, რომელიც რაღაცას იტყვის და დაიფიცებს ღვთის წინაშე, ამ ღვთის არ დაარღვევს, სანამ მართლა მისი მთლიანი ფერიცვალება, მთლიანი ხელახლა დაბადება, გონების გამოცვლა არ მოხდება. და ჩვენ ვხედავთ, კითხულობთ წმინდა წერილში, რომ ლაზარეს აღდგინების შემდგომ მაგალითად დაიფიცესო ადამიანებმა, რომ საჭმელს არ შეჭამდენო მანამდე, სანამ ქრისტეს არ მოკლავდნენ. იგივე მერე პავლე მოციქულზე გააკეთეს და ასე შემდეგ. ანუ ერში არის გარკვეული ჯგუფი ხალხისა, რომელმაც თავი გადადო, რომ აი ეს ვიღაცა უნდა მოკლას. აი ეს სასწაულო მოქმედი, რომელიც რაღაცა ძალიან უჩვეულო, არაჩვეულებრივი ადამიანია და რომელიც ვიღაცებს კურნავს, რაღაცებს გადაგებს და მათი აზრით ანგრევს ქვეყანას. ანგრევს ტრადიციებს. და უფალმა მათ უჩვენა საკუთარი დიდება. და სწორედ ამიტომ არის პეტრე რო ეუბნება უფალს, რომ ქმნეთ აქა სამ ტალავარ, გავაკეთოთო სამი კარავი, სამი მოფარდული, მოჩარდახებული ადგილი, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ელიასო. და ჩვენი აქ ყოფნა კარგია. რატომ? იმიტომ რომ ისინი განეშორენ, ასე ვთქვათ, ამ აგრესიის ცენტრს იერუსალიმს და თვლიან ისინი, რომ აქ თუ დარჩებიან და მათი მოძღვარი მათ არ მიაჩნიათ, რომ მათი მოძღვარი მოსეზე და ელიაზე უფრო დიდია. ამდენს ვერ ხვდებიან, რომ მათ წინაშე მათი მოძღვარი არის ღმერთი. თავად განკაცებული ღმერთია იესო ქრისტე. სიტყვა იესო ქრისტე რას ნიშნავს? მაცხოვარი, ცხებული, ხსნელი, გადამრჩენელი, კურთხეული, ცხებული, რომელიც არის ერთი და ერთადერთი. სხვა ქრისტე არც ყოფილა, არც არის და არც იქნება. და ისინი ამას ვერ ხვდებიან, რომ მათი მოძღვარი არის არა რიგითი მოძღვარი, ნუ რიგითი რო არ არის, ამდენს ხვდებიან, მაგრამ ღვთაება როა, ღმერთი როა, თვითონ ამას ვერ ახვდებიან. და ამიტომ ეუბნებიან, რომ მათთვის ყველაზე დიდი ხალხი ვინც არის, ჯულით გაზრდილი ადამიანებისთვის ძველ აღთქმაში, მოსე და ელია, ორი ამხელა ვეებერთელა ფიგურა წმინდა წერილისა და წმინდა ისტორიისა, მოდიო ამად გვერდში დავრჩეთო და ამად გვერდში რაკიღა ესენი შენ არაფერს არ გერჩიან და პირიქით ჩანს, რომ შენ მხარეზე არიან, აგერ დგანან და გესაუბრებიან. ესე იგი, ამად გვერდზე რო გიხილავენ ის ჩვენი უხუცესები, ჯულის მოძღვრები და სხვები აღარ დაგიშავებენო აღარაფერს. ანუ თავისი ჭკუით პეტრე ცდილობს, რომ თავისი მოძღვარი გადაარჩინოს. ოღონდ თავისი ჭკუით, თავისი გულწრფელობით. იგი ვერ ხვდება რა გზა აქვს არჩეული მოძღვარს და რა გზა აქვს არჩეული იმ ცოდვების გამოსყიდვისათვის, რომელიც უნდა აღესრულოს. სხვა შემთხვევაც რო გავიხსენოთ, პეტრე როცა ეუბნება, ნუ იყოფინო, ანუ ნუ იქნება ასეო, როცა ქრისტემ წინასწარმეტყველა ნება მომელისო და ქრისტემ რა უთხრა, ეშმაკი უწოდა პირდაპირ პეტრეს. რომ ეშმაკი ხარო შენო პეტრე და არ აზრახავ ღვთისას, არამედ კაცთასა. ანუ არ ფიქრობ, არ ხვდები, არ აზროვნებ იმას, რაც ღვთით არის. ამიტომ არის ხალხო ყოველთვის საჭირო, რომ ადამიანმა თვითონ კი არ ისიბრძნეოს და თვითონ კი არ მოიფიქროს ხოლმე რაღაცები, არამედ საეკლესიო ტრადიციას და სწავლებას მიყვეს. ბევრი იტყვის ხოლმე, მე ჩემთვის ბიბლიას ვკითხულობ. აი ესე უცებ კაცმა გადაშალა ბიბლია და წაიკითხა, რომ პეტრე მოციქულს ქრისტე ეუბნება, რომ შენ ხარ ეშმაკი. აი პირდაპირ აქ რო გადაშალოს კაცმა. პეტრეს ეუბნება, რომ შენ ეშმაკი ხარ და ეშმაკისას ლაპარაკობ. და არა ღვთისას. რას იფიქრებს? ახლა აქ რო შემოვა და ნახავს, აგერ პეტრე მოციქულის ხატი რო გიკიდია საკურთხევლის გვერდზე. ესენი ვიყოფილან უკასო. ესენი ყოფილან მხეცები უთქვის. ესენი ყოფილან უღმერთო ადამიანები. მარტო ეს რო წაიკითხოს, ამიტომ აუცილებელი ყოველთვის რომ რაღაცა ერთი კი არ გაიგოს და გაიგონოს ადამიანმა. იმ მთლიანობაში შეეცადოს აღიქვას საღვთო სწავლება, რომელიც უკვე მთლიანობაში შეადგენს მაცხოვნებელ ერთობას და რომელზეც თქვა უფალმა, რომ ერთი იოტაც არავინ არ უნდა დააკლოსო ამას, თორემ ასეთ ადამიანს, ვინც ერთი იოტას, ანუ ყველაზე პატარა ასოსაც დააკლებსო, უმცირესი ეწოდება სასუფეველში. ანუ ესაა იმ მთლიანობის განცდა, როგორც მერე იაკობ მოციქული ბრძანებს, რომ თავის სამოძრო ეპისტოლეში, რომ შენ თუ ამბობო, რომ არ მოვიპარეო, მაგრამ კაცი მოკალიო, კაცი არ მოკალიო, მაგრამ იმრუშეო, არ იმრუშეო, მაგრამ სხვა რაღაცა გააკეთეო, ხო? შენ ამითიო, როგორ მოკადულობო, ანუ როგორ ტრაბახობ.
რა ის თუ არ დააშავე და ის დააშავე და ის თუ არ დააშავე და სხვა რაღაცა დააშავე მსუბუქი თუ მძიმე რამში ცოდვაში ხარო მაინც დაშორებული ხარო რაღაცით ღმერთს და ამიტომაც ესეთი პოზიცია რა თქმა უნდა უცოდველი არავინ არ არის რა თქმა უნდა ყველა რაღაცა ცოდვაში ვარ მაგრამ აი ეს განწყობაა თვითონ ისეთი რომელიც ადამიანს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაარჩენს და ვერ გამოიხსნის როცა ადამიანს თავი გონია მართალი როცა თავის სიმართლეს ამოწმებს და თავის ჭკუაზე ალაგებს იგი ყოველთვის. ამიტომაც ჩვენ ვხედავთ უფალმა განამტკიცა თავისი მოწაფეები. უფალი როგორც ღირსეული მასწავლებელი და მოძღვარი ზრუნავდა თავის მოწაფეებზე, თავის შვილებზე და მათ უჩვენა საკუთარი დიდებას. რატო მანამდე არ უჩვენებდა ამ დიდებას? და რატო ყოველთვის არ აჩვენებდა ამ დიდებას? თუმცა იგი ყოველთვის დიდებული იყო. იმიტომ რომ არ არის ხალხო აუცილებელი მართლა ყოველთვის ვიღაცას რაღაცა უჩიჩხია. არ არის ყოველთვის რაღაცეები ამტკიცა. საჭირო აუცილებელი. რა თქმა უნდა, რაღაცა ზომიერება და რაღაცა სიმაღლე ეს მინიმუმი ყოველთვის უნდა დავიწყოთ. მინიმუმი კი არა, შინაგანად და ფარულად მაქსიმუმიც უნდა დავიწყოთ. არც ეგრე არის. რაც შეგვიძლია ყოველთვის უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ეს არ უნდა იყოს კაცთა სახილველად, როგორც უფალმა გვასწავლა. იმიტომ რომ ვინც ხილულად გააკეთებსო რაღაცასო, ისო უკვე მიიღებსო ამის საზღაურსო. და თუ აქვე მიიღო საზღაურიო, იმ ქვეყნად მეორედ ხო აღარ მიიღებსო იგივეს. ამიტომაც რასაც აკეთებთო ფარულად. ლოცულობთო, დახშეთო კარი და ისე ივროცეთო, მარხულობთო, პირიქით გაიფრანჭეთო, იცხეთო, ზეთიო, გაკოხტავდითო და ნუ აჩვენებთო, ნუ რავისო, თქვენ თავს მმარხველათო. იმიტომ რომ ზოგს უნდა რომ რაღაცა ამის გამო რაღაცა ჯილდო მიიღოს, ხო მარხულობ, იმარხულე, ლოცულობ, ილოცე, ვიღაცას რაღაცას პატიო, ფაპატიე, ღმერთმა შეგიწიროს, ღმერთმა დაგლოცოს. მაგრამ თავი რო გინდა ვიღაცას მოაჩვენო, დედა როგორ რაღაცას ვაკეთებ, თავად უფალს არ უქმნია ეს და თავად უფალს არ დაუწყია მარად დიდებულს. ჩვენ არ ვიფიქროთ, რომ მხოლოდ დიდების გამოვლენის დროს იყო იგე დიდებული, აქ თაბორის თაზე იყო დიდებული და სხვა დროს იგი ბაგაში რო დაიბადა, მაგალითად დიდებული არ იყო. ან 12 წლისა, ან ნებისმიერ წამს თავის ცხოვრებისა დიდებული არ იყო. იგი ყოველთვის დიდებული იყო. უბრალოდ იგი არ ავლენდა ამ დიდებას, იმიტომ რომ არ იყო საჭირო. თუ ადამიანს ვიღაცის პატივისცემა უნდა, თუ ადამიანს რაღაცის დანახვა უნდა, ამ დიდებულების ხათრით არ უნდა მიაგებდეს მას პატივს. ეს სიყვარული, ეს პატივისცემა უნდა იყოს თავისთავად. ჩვენც ერთმანეთს რო ხედავთ, დები, ძმები ქრისტეს მიერ, ხო? ადამიანს რო ხედავ, უცებ აი რო გამოიხედავ, ასე მოიხედავ, ტაძარში ხარ თუ ქუჩაში ხარ, უნდა დაინახო, რომ შენ გახარ სიცოცხლის გვერდით. რომ ეს ადამიანი ცოცხალია. ამ ადამიანს აქვს სული, რომელიც ღმერთმა მისცა. ყოველი ადამიანი მაღალი, დაბალი, ქალი, კაცი, რა ღვთის ხატი და მსგავსია. და როცა მათში აი ამ მარგალიტს დაინახავ, მაშინ შეძლებ რომ შეიყვარო ადამიანი. მაშინ შეძლებ რომ რაღაცნაირად აპატიო და დაარეგულირო რაღაცეები. თორე ისე არაფერი არ გამოდის. ისე ვერ შეძლებ უბრალოდ ვერაფერს გაკეთება. ისე უბრალოდ ვიღაცაზე იტყვირო, თმა შეუჭრელია, ვიღაცაზე იტყვირო, უგემოვნოა, ვიღაცაზე იტყვირო, ხმაურიანია. განა ესე არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ და საკუთარ თავსაც ასე უნდა შეხედო სხვა შორის ადამიანმა. შენ თავსაც რო შეხედავ და მიხვდები რომ შენ ხარ ღვთის ხატი და მსგავსი, მიხვდები რომ რაღაცები არ გეკადრება. როგორც მომიყვანია ხოლმე ადრეც მაგალითად უფლისწული და მათხოვარი. ეს არის არაჩვეულებრივი მოთხრობა, რომელსაც ისე ზღაპარივით გვიყვებოდნენ და ვაკითხებდნენ ხოლმე და ეს არის ძალიან ქრისტიანული მოთხრობა. ორი ახალგაზრდა ხმაწვილი როგორ გავს გაჭრილი ვაშლივით ერთმანეთს. ეს ისტორია რაღაც ფაბულა რაც არის, მაგრამ როგორ არის ერთი, როგორ აღმოჩნდა მეღორეებთან, მებატეებთან, ვიღაცა მათხოვრებთან, მეორე აღმოჩნდა სასახლეში. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილი უფლისწული აღმოჩნდა სიბინძურეში, წუმპეში, გიჟებთან, ველურებთან, უხეშებთან, ისეთებთან, ასეთებთან, დავარქვათ ასე ყველაზე უფრო ქვედაზიდული ნებებით მოცულ ხალხთან, იგი სულ იძახის, რომ მე თქვენიანი არა ვარ. ეს უკარებობა და ამპარტავნება კი არ არის, იგი ეს არის საკუთარი ღირსების არ დავიწყება. იგი ყოველთვის ამბობს, მე ვარ უფლისწული. მე რა რომ მშიერი ვარ, მე მაინც უფლისწული ვარ. მე რა რომ ძონძები მაცვია, მე მაინც უფლისწული ვარ. მე რა რომ მე
თქვათ იქ ბატებთან ერთად დამაძინეს თუ საღორეში დამაძინეს თუ რაღაც მე მაინც უფლისწული ვარ. ანუ ეს არის ღირსების ის გზნობა, რომელიც არ არის რაღაცა გარეგანზე დამოკიდებული. ეს არის საკუთარი და სხვისი ღირსების აი ესეთი დანახვა და განცდა. მაშინ როცა ის მეორე, რომელიც მას გაჭრილი ვაშლივით გავს და არის სასახლეში, საერთოდ ვერ ხდება რა ქნას. გაიქცევა სასახლეშია კაცი. მოდიან ემსახურებიან ყოველას ნამდვილი უფლისწული გონია, მაგრამ არ არის შინაგანად არ არის ეს უფლისწული და წავა რაღაცა დაიმალება, ხან ფარდის უკან იმალება, ხან ეძებენ. სამეფო ბეჭედი აქვს, რომლითაც სამეფო საბუთი უნდა გასცენ და თხილს ამტრევს იმ ბეჭდებს. არის თხილს და ნიგოს სამტრევს, არის რაში გამოიყენოს, რა ნივთია ისიც არის. აი მაიმუნი და სათვალე როა იგავარაკი ესე, არ იცის რა აბარი. ამიტომაც ჩვენს ხალხო, აი ეს მაქსიმუმი და მინიმუმი თუ რაღაც ზომიერი და ამ ზომიერში შეფარული მაქსიმუმი, ეს არის ჩვენი სულიერი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი და გონივრული ნაწილი. თქვენ ყველა მიცით, ხსმენიათ ალბათ, არსებობდა ეკლესიის ისტორიაში ესეთი ორი დიდი მიმდინარეობა. სხვებიც არსებობდნენ, მაგრამ ეს იყო ორი გენერალური, ასე ვთქვათ, საღვთისმეტყველო სკოლა. ეს იყო ანტიოქიური და ეს იყო ალექსანდრიული სკოლა. ანუ როგორ უნდა განემართათ წმინდა წერილი, როგორ უნდა გაეგოთ ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, მამათა მემკვიდრეობა, ყველაფერი, ანუ როგორი მიდგომა, როგორი თვალსაზრისი უნდა გქონდეს რაღაცასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იხსნებოდეს, იმიტომ რომ ახნასაც ხო თავის წესი აქვს. ყველაფერი ხო არ შეიძლება მისაღები იყოს. ეს ორი სკოლა რამოდენიმე საუკუნე იყო ისე ძალიან მძიმედ დაპირისპირებული ერთმანეთთან. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და როგორ უნდა ემსჯელათ ხოლმე საღვთისმეტყველო საკითხებზე, ანუ მაცხონებელ საკითხებზე. მერე ღვთისმადლითა და ღვთისწყალობით მოხერხდა ის, რომ სწორედ კაბადოკიელმა მამებმა, ვასილი დიდმა, გრიგოლ ღვთისმეტყველმა და გრიგოლ ნოსელმა ყველაზე დიდი ღვაწლი გასწიეს და მოახდინეს ეგრეთ წოდებული კაბადოკიური სინთეზი, ანუ აი ამ ორი სკოლის შერიგება მოახდინეს. დღეს ფაქტობრივად მთელი მართლმადიდებლობა უკვე აი მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, სწორედ ამ შეზავებული და ზომიერი პოზიციით მოაბიჯებს უკვე თითქმის 16-17 საუკუნეა აი თავის აზროვნების და თავისი მოღვაწეობის გზაზე. მთელი ეკლესია. რა, ბევრი შეიძლება ამ სკოლებზე იმდენი დაწერილა და იმდენი თქმულა, რომ მთელი ცხოვრება ვერ მორჩები ამათ განხილვას, ბოლო-ბოლო საუკუნეები ეკიშფებოდნენ და ეკინკლავებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, რაც ყოფა ცხოვრებაშიც გამოადგება ადამიანს და ყოველდღიურობაში ახასიათებდა ამ ორ სკოლას. ალექსანდრიელები და მათი ყველაზე ესეთი დიდი სამაგალითო კაცი იყო ორიგენე, ესენი იყვნენ ის სკოლა, ასე ვთქვათ, ის მიმდინარეობა, რომელიც ყველა ტექსტში, ყველა მოვლენაში, ყველა ფაქტ, რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველა ფაქტში ცდილობდა დაენახა რაღაცა მაქსიმუმი, რაღაცა უნიკალური, რაღაცა განუმეორებელი. და ისეთ ალეგორიებს, ისეთ სიმბოლოებს, ისეთ შედარებებს, ისეთ აი განჭრეპებს აკეთებდნენ, რომ აი საოცრებებ აი ისეთ სიმაღლეებს აგებდნენ, რომ კაცის გონება ვეღარ მიყვებოდა ბოლომდე. ესენი იყვნენ აი პიკი, შეიძლება ითქვას, აი სადამდეც შეიძლება მივიდეს ადამიანის საღვთისმეტყველო აზროვნება, სულ მაქსიმუმს ეჭიდავებოდნენ. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია ეს შინაგანი მაქსიმალიზმი და ეს აი იქნება აქ იმ ერთხელ და უნიკალურად რა არის ნათქვამი. მაგრამ ამას ჰქონდა თავისი საფრთხეც, რომ ეს თვისებად ექცათ და სულ ყველგან ამ უნიკალური ძებნაში ხშირად ისეთ შედარებებს აკეთებდნენ, რომელიც აი ამ ფუძე ნაწილს უკვე თითქოს და საერთოდ აღარ გავდა და მოწყვეტილი იყო ხოლმე. ანტიოქიელებს, რომლებიც ასევე უზარმაზარი დამსახურების, ასკეტური და ამავდროულად ტრადიციების სკოლა იყვნენ, ჰქონდათ სხვა პოზიცია არჩეული. ისინი ცდილობდნენ ყველა ტექსტში, ყველა მოვლენაში დაენახათ რაღაცა მინიმალური. ანუ რაღაცა ისეთი, რაც სწორი იქნებოდა, მაგალითად კითხულობენ ახალ აღთქმას ბიბლიის ტექსტს. რაღაცა ისეთი განმარტება მოენახათ ამ ტექსტის, ამ მოვლენის და რაც სწორი იქნებოდა ყოველთვის, ყველა შემთხვევაში, ყველა სიტუაციაში, ყველა პოზიციაში. რაც ისეთია, რომელზეც არავინ არ იდავებს და ვერავინ ვერ იდავებს. რომ ეს ნამდვილად ასეა. ანუ ესენი ძალიან მაქსიმუმს ეძებდნენ. ესენი რაღაცა მუდმივად მყარს, რაც შეუცვლელი და სადაო არ გახდებოდა არავისთვის. და რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ დაპირისპირება, ესენი ამათ რაღაცა ძალიან ნაცრისფერობაში ადანაშაულებდნენ, ისინი გამომგონებლობაში ადანაშაულებდნენ ამათ და
იყო ეს კამათი, სანამ კაბადოკიელებმა ეს არ შეაზავეს და შეაერთეს, რომ როგორია ის მაქსიმუმი და როგორია ის ზომიერი. რომ რა თქმა უნდა, აი ეს ანტიოქიელობა არის საფუძველი მართლა, ამის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებ, რომ რაღაცეები არის, რაც უბრალოდ ასეა დღეს, ასე იყო გუშინ, ასე უნდა იყოს ხვალ, ასეა ქალისთვის, ასეა კაცისთვის, მდიდრისთვის, ღარიბისთვის, რა ვიცი, ყველასთვის და ალექსანდრიელობა, რა თქმა უნდა, ეს არის ის შემოქმედებითი სული, ეს არის ის თავისუფლების სული, ეს ის განუმეორებლობა, რომლის გარეშეც, რა თქმა უნდა, ქრისტიანი თავის თავადობას და თავის პიროვნულ ღირსებას, რა თქმა უნდა, ბევრს დაუშავებს თუ არ მოუთხილდება და არ შეინარჩუნებს. და აი ესეა ხალხო, ფერიცვალებას თითქოს ესეა. რაღაცას ხედავ სტანდარტულად, რაღაცას უყურებ, რომ აი ეს ასეთია ეს კაცი, შენი მოძღვარი მიდის, მოდის ეს ღმერთი კაცად მოსული, გელაპარაკება შენთან ერთად ჭამს, სვამს, კი ხანდახან რაღაც სასწაულებს ახდენს და უცებ ხედავ მას მოსესთან, ელიასთან, ზეცასთან მოლაპარაკეს და ძნელია ადამიანის გონება ამას მიწვევს. ძნელია ეს დაიჭიროს. ესევეა ჩვენი ცხოვრებაც ხალხო. ჩვენც რაღაცა მაქსიმუმებს ვეძებთ. ჩვენც ხშირად სურვილი გვაქვს, რომ ეს ისე უნდა იყოს, ასე უნდა იყოს, აქ უნდა ვიგულისხმოთ. აი, და ამ დროს რაღაცა ელემენტარული გვჩება ხოლმე ზოგჯერ უყურადღებოდ. ქართველები უფრო ალექსანდრიული ხასიათის ხალხი ვართ. სულ რაღაცა უნიკალურს ვეძებთ და ამ დროს რაღაცა ჩვეულებრივი, რაღაცა ყოველდღიური, რაღაცა ბუნებრივი გვაქვს ხოლმე, ავიც მოდაშია ეს სიტყვა და მიჯერგნები. არ გამოვა ეს. არ გამოვა. ამიტომ გვიჩვენეს და ის დალოცვილი კაბადოკიელები ჯიშად ჩვენიანები მხოლოდ ქართველებმა შეძლეს ფაქტობრივად ჩვენმა სისხლმა და ხორცმა შეძლო იმ საუკუნოვანი დავის დამთავრება და ამ ორი უდიდესი სააზროვნო სკოლის ერთმანეთთან მორიგება. და იქნება ჩვენს მათმა სულიერმა და ჩვენ შემთხვევაში ფიზიკურმა მემკვიდრეებმა შევძლოთ, რომ შევაზავოთ ხოლმე ერთმანეთთან ის რაღაცა განხეთქილებები, ის რაღაცა განსხვავებები, რომლების გამოც ერთმანეთს ხშირად ვკორტნით ხოლმე და უპირისპირდებით ადამიანები. ყოველდღიურ ცხოვრებაში იქნება, სამოქალაქო ცხოვრებაში იქნება, ოჯახში თუ იმის გარეთ. თუ ეს შერიგება, თუ ეს შეთანადება, თუ ეს უფრო მაღალი სიმაღლე არ იქნა მიღწეული, რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება დღეს მხარი საფუძვლის შექმნა იმისათვის, რომ ხვალ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ. გადახტომით არაფერი არ კეთდება. რაღაცა საფეხური ერთი, საფეხური მეორე, ნაბიჯი ერთი, ნაბიჯი მეორე, თანდათან უნდა მიიწევდეს ადამიანი მაგალ. ამიტომ ქვია ყველა სულიერ სახელმძღვანელოს ფაქტობრივად რაღაცა საფეხურები. კიბე ქვია ივანე, კიბის აღწერილის უდიდეს უნიკალურ შრომას, ივანე კლემაკს რო უწოდებთ. და თითქმის ყველა მამა სწორედ ამ საფეხურებზე, აი ამ ნაბიჯებზე და ამ თავებზე საუბრობს ხოლმე. და ეს ტყუილა არ არის. ეს არის ზუსტად იმიტომ, რომ ადამიანი თანდათან უნდა მაღლდებოდეს. ანუ უკან არ იხევდეს და წინ მიიწევდეს. ანტიოქიელობა არის ის, რაც უკან არ დაგახევებს. ანტიოქიელობა არის ის, რაც სწორი იქნება ყოველთვის, ყველგან და ყველანაირად. ალექსანდრიელობა ის არის, რაც არ მოგასვენებს და ყოველთვის გიბიძგებს, რომ აი კიდე რა შეიძლება კარგი გავაკეთო, კიდე რა შეიძლება მივწვდე. და ამას სწორად მხოლოდ მაშინ გააკეთებ, როცა აი ეს სწორი განწყობა და სწორი საფუძველი გაქვს. ამიტომაც ჩვენს ძვირფასო და საყვარელო ძმებო და დებო, აი ამ უფლის ფერიცვალების დღეს შეგვაძლებინოს ღმერთმა, რომ დავინახოთ ხოლმე ერთმანეთში ის დიდებულება, რაც ფერიცვალების გარეშეც ყოველ თქვენგანს, ყოველ ჩვენგანს, როგორც ადამიანს თან ახლავს. რადგანაც როგორც ისევ დიდი მამა გრიგოლ-ნოსელი ამბობს, შეხედე ადამიანს. შეხედე და დაფიქრდიო. ანგელოზებისთვის არ მოვიდა ქრისტე. ზღვებისთვის, ოკეანეებისთვის, მთებისთვის, ვულკანებისთვის, ვარსკვლავებისთვის, არაფრისთვის არ მოცულა ქრისტე, შენთვის მოვიდა. და ამიტომაც აი ეს განცდა იმისა თუ როგორ უყვარვართ ღმერთს, უნდა იყოს ჩვენი სწორი ღირსების, არა ამპარტავნების, არა თავმაღლეობის, არა უაზრობების მიზეზი, არამედ ჩვენი სწორედ სწორი ღირსების, სწორი დახვეწილობის და სწორი ღვთისმიერების საფუძველი. თორე ჩვენ თუ ან მხოლოდ ქვემოთ დავითრიეთ ყველაფერი და ან მხოლოდ რაღაცა ზემოთას ვეპოტინეთ, ვიქნებით მუდმივად მირეულ, მორეულ და არამყარ მდგომარეობაში. ეს კიდე არ არსებობს ალბათ ადამიანი, ვისაც რაღაცა დოზით,
რაღაცა პერიოდით არ გამოუცდია თავის ცხოვრების გზაზე. ამიტომაც ვეცადოთ ხალხო, ჩვენ ტაძარში მოვდივართ არა იმიტომ, რომ სადღაც ლამაზი ნაგებობა, სადღაც ლამაზი მხატვრობა, სადღაც ლამაზი ხატებია, ეს ყველაფერი კარგია, ეს ყველაფერი სწორედ იმ სულიერი მოღვაწეობის და ერთობის შედეგია და დამსახურებაა. აქ ჩვენი დამსახურებაა, სხვა სამრევლოში კიდევ ვიღაცის დამსახურებაა და ღვთის შეწევნა. რა თქმა უნდა, უფლისმადლია და წყალობა. მაგრამ ჩვენ აქ პირველ რიგში მოვდივართ იმიტომ, რომ გავიგოთ სწორი მაცხონებელი სწავლება და გავიგოთ სწორი მაცხონებელი პოზიცია, სულისკვეთება და დამოკიდებულება ყველაფერთან დაკავშირებით და საკუთარ თავთან დაკავშირებით. ჩვენ ეკლესიაში მოვდივართ, რომ ჩავიხედოთ სარკეში. ვედარებით ჩვენ ღმერთს. ვედარებით კი არ ვეჯიბრებით, ასე პირველი ადამიანი შეეჯიბრა და უღმერთოდ ღმერთობა მოინდომა და ამითი დაეცა. არამედ ვიხედებით სარკეში, რომ დავინახოთ ჩვენი ნამდვილი სახე, როგორები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ღმერთმა გაგვაჩინა თავის ხატად და მსგავსად. გაგვაჩინა რომ მისი მსგავსები ვიყოთ და რომ ჩავიხედავთ ხოლმე უფლის მცნებების სარკეში. დავინახოთ, რითი არ გვავართ ღმერთს. რა ხელს გვიშლის, რომ ვიყოთ კარგი ადამიანები. და არ დაგვემართოს ისე, როგორც ირინეოს ლიონელი ეს უდიდესი მამა ამბობს ადამის დაცემაზე. ადამმა მოინდომა რომ ღმერთი გამხდარიყო, როცა იგი ჯერ ადამიანიც არ იყო. აი ესე, ჯერ ადამიანმა შეძელი, კარგ ადამიანი, ნორმალურ, დამშვიდებულ, დაწყნარებულ, არამიკერძოებულ, შრომის მოყვარე, პატიოსანი, თბილ, მადლიერ და ასე შემდეგ ადამიანად ყოფნა და მერე ვილაპარაკოთ იმ დიდ რაღაც სიმაღლეებზე, რომლებსაც ვეპოტინებით ხოლმე. ისე, რომ ვიღაცამ რომს გვაჩუქოს, იმისი ტვირთვის, იმისი შერგების არანაირი ძალა და არანაირი მოცემულობა ხშირ შემთხვევაში არ აქვს. ამიტომაც ვერიდოთ ხალხო სიხარბეს, ვერიდოთ შურს, ვერიდოთ სიზარმაცეს, ვერიდოთ ყველაფერ იმას, რაც ადამიანის ცხოვრებას როგორც ჩრჩილი, ისე ჭამს და ხარისხს უკარგავს. გაგლოცოთ, გაგახაროთ მრავალ ფერიცვალებას, სიკეთისკენ ფერნაცვალი, გახარებული და მადლიერი დაგასწროთ ღმერთმა. ვიყვარდეს უფალი, ვიყვარდეს ადამიანი, ვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და ჩვენი ერთობით გავახაროთ ღმერთი. გაიხარეთ და გაძლიერდით. დღეს ლოცვა იქნება ჩვეულებრივ, ხვალ წირვა, ხუჩაბაც პარაკლისი, პარასკევს შაბათს და შაბათს და წირვას ტრადიციულად თავთავის ტრადიციულ დროს იქნება, ანუ 14 საათზე და 9 საათზე ლოცვა და წირვა. გაიხარეთ მრავალჟამიერი. ჩვენთან არის ღმერთი.